მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით შემდეგი ვიდეოთი და ეს ვიდეო იქნება ამ კვირის ჩვენი Fight Night-ის betting განხილვა. ვილაპარაკებ იმ ბრძოლებზე და პოზიციებზე, იმ ბრძოლების პოზიციებზე, რაც მომწონს და რაც ვფიქრობ, რომ შეიძლება დაიდოს და ბილეთში შესაყვანი იყოს. სანამ გადავალ ამ კვირაზე, წინა კვირაზე ვილაპარაკებ ორი სიტყვით და წინა კვირის betting-ის მხრივ ვიტყვი თუ რა როგორ წამოვიდა. თუ გახსოვთ ჩემი წინა კვირის betting ვიდეო, იმ ვიდეოში რა პოზიციებზე და რა ჩხუბებზეც ვილაპარაკე, თითქმის ყველა წამოვიდა, ყველა დაждდა და აისახა ეს ყველაფერი ჩემ ბილეთებზეც. ერთადერთი პოზიცია, რასაც ვფიქრობდი, არ წამოვიდა, რაც არ წამოვიდა, ეს იყო პედი პიმბლეტის ჩხუბი. მან ვფიქრობდი, რომ უფრო გაიწელებოდა ჩხუბი, მაგრამ ეგრევე პირველივე წუთზე დააფინიშა პედიმ, ეგ არ წამოვიდა, დანარჩენი ყველაფერი წამოვიდა. მაგ პოზიციის გამო გამიფუჭდა ერთი ბილეთი მარტო, სულ 4 ბილეთი მქონდა. წინა კვირის ვიდეოში, იმ betting ვიდეოში ვთქვი, რომ ერთი ბილეთი მქონდა მაგ კარდისთვის. მე მივამატე ეს სამი უკვე ბრძოლის დღე, როცა მოახლოვდა და უშუალოდ ბრძოლის დღეს, როცა დონაცია შემომდის, მაგ მომენტისთვის რა ბილეთიც მიწერია, იმას განახებთ ხოლმე. მაგ შემთხვევაში წინა კვირას მაგალითად 2 დონაცია მქონდა. და ორივეს ჩაუგდე ის ერთი ბილეთი, რაც მქონდა დადებული, ეგ იყო ჩემი მთავარი ბილეთი და ყველაზე დიდი თანხა მაგ ბილეთზე მქონდა დადებული, პატარა კოეფიციენტით იყო, მაგრამ უეჭველი ჩხუბები, ორი ჩხუბი და წამოვიდა ძალიან ჯიგრულად, იმათმაც რა თქმა უნდა გაამწვანეს. განახებთ ახლა ჩემ ბილეთებს, გითხარით 4 ბილეთი მქონდა, ერთი მთავარი, პირველი მთავარი ეს ბილეთი, რაც მქონდა, იყო პირველი პოზიცია მარიო ბაუტისტას გამარჯვება 2.18 კოეფიციენტი, ანდერდოგი წამოვიდა და მეორე მაქს ჰოლოვეის ფინიში 1.74. ეს იყო ის ორი პოზიცია, რისიც მჯეროდა ყველაზე მეტად, მთლიანობაში 3.79 შეიკრა, ბევრი ისეთი არაფერი, მაგრამ ძალიან რეალური. წამოვიდა მოკლედ ეს ჯიგრულად, გამომწვანეთ ეს ბილეთი. და მე უკვე ბრძოლის დღის დროს კიდე მივამატე ბილეთები, ეს იყო ჩემი მეორე ბილეთი. სადაც 9.22 შეიკრა კოეფიციენტი, პირველი პოზიცია იყო კორი სენთეგენი მარიო ბაუტისტას ჩხუბში, აქაც ბაუტისტას უშუალოდ დესიჟენი. ცოტა მოემატა კოეფიციენტი, ისე 2.18 ქონდა უბრალო გამარჯვებას, მაგრამ ვიცოდი, რომ დიდი ალბათობით დესიჟენით გაიმარჯვებდა, მაგიტო ავიღე, ცოტა მოემატა კოეფიციენტი ამ პოზიციას, 2.77-ზე ავიდა და მეორე პოზიცია მაქსის პირველი ან მეორე რაუნდის ფინიში, 3.33, ძალიან მაგარი კოეფიციენტი, სულ 9.22. ამ ქარტთან ერთად იყო მსოფლიო თასის თამაში ნორვეგია, ინგლისი და ძალიან კაი პოზიცია ვნახე, ჩავამატე ბილეთში, ჰალანდი რო გაიტანა გოლს ან ბელინგემმა შეაგდო, მოკლედ გამწვანდა ეს პოზიცია. შემდეგი იყო ალესანდრო კოსტას გამარჯვება 1.47, შვენივრად უადვილესად მოიგო კოსტა მეორე რაუნდის ფინიშით. შემდეგი იყო პინასის პირველი ან მეორე რაუნდის ფინიში, პინასიც ძალიან მეგონა 2.24, ისიც ძალიან კაი გუშია. მეორე რაუნდში კი არა და პირველი რაუნდის ბოლოსვე დააფინიშა პინასმა ალმეიდა, ლუკ რაილის გამარჯვება, რაილი მას პირველ რაუნდში მოიგო. და ბოლოს ბობი გრინი ტერეს მაკინის ჩხუბში, რომ KO-ით დასრულდებოდა ჩხუბი, არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხრიდან. მოიგო ბობი გრინმა KO-ით 11.48 კოეფიციენტი, ესეც მშვენიერი ბილეთი. და მეოთხე ბოლო ბილეთი, აქ მქონდა ბრენდონ როივალის მოგება აღებული, გითხარით, რომ ბრენდონ როივალს ძალიან ცუდი კოეფიციენტი ქონდა, ძალიან დიდი კოეფიციენტი ქონდა, არ იმსახურებდა ნახდად, გაურისკე, ჩავსვია აქ, მართალი არ წამოვიდა ეს ბილეთი, მაგრამ ეს პოზიცია დავიჭირე. შემდეგი იყო სენჰეგენი ბაუტისტას ჩხუბში, რომ მესამე რაუნდი დაიწყებოდა, მესამე რამაც გამიფუჭა იყო ბენუა პედის ჩხუბში. აქ მეწერა, რომ მეორე რაუნდი დაიწყებოდა 1.35 ქონდა, ესეც ძალიან რეალური მეგონა. ამან გამიფუჭა და ბოლოს მაქს ჰოლოვეის KO მქონდა აღებული, ეს წამოვიდა. ეს იყო მოკლედ ერთი ბილეთი, რაც გამიფუჭდა და აქ მომწონს ძალიან ბრენდონ როივალის პოზიცია. სხვათა შორის ამ ქარდზე, ჩვენ ამ კვირის ქარდზე მაქვს ერთი ესეთი პოზიცია და ერთი ესეთი მებრძოლი, რომელიც არ იმსახურებს ამ ხელა კოეფიციენტს და ვფიქრობ, რომ შეიძლება იმის დაწერა, ვფიქრობ, რომ ჩხუბი ძალიან 50-50-ია და ჩვეულებრივად შეიძლება მოიგოს ამაზე და კარგ სხვა პოზიციებზე. ეხლა დავიწყებ ლაპარაკს. შეგახსენებთ, რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხით თუ არ გაქვთ გამოწერილი და დამიწერეთ კომენტარები.
ეხლა გადავიდეთ ჩვენ ამ ქარზე და ხო, ერთი ის დამავიწყდა, რომ ამ კვირისთვის ჯერჯერობით ეხლა 2 ბილეთი მაქვს. დაახლოებით მსგავსი, როგორც წინა კვირის, ერთი მთავარი ბილეთი მაქვს, დაბალი კოეფიციენტით და მეორე ჩვეულებრივი ნორმალური. ვისაც გაინტერესებთ, ვისაც გინდათ, შეგიძლიათ დონაცია შემომიგდოთ, თქვენი მეილი მიუთითოთ და ჩაგიგდებთ ჩემ ბილეთებს. ვცდილობ, რომ სულ თქვა ხოლმე ყველა ვიდეოში, რომ ეს მოგება რახან წინა კვირას წამოვიდა, ესე კარგად ბილეთები, ეს იმას აღნიშნავს, რომ თქვა ამ კვირასაც ესე კარგად წამოვა, ამის გარანტიას ვერავინ ვერ მოგცემთ თქვენ, მე კი არა, საერთოდ არის ძალიან ბევრი სპორტ ბეტინგ ესე კონტენტ კრეატორი, იძახიან ხოლმე უეჭველებიაო, უეჭველი არასდროს არ არის, ეგ კი არა, აი თუნდაც ჩემ ვიდეოებს თუ უყურებთ ხოლმე, ესე 2 კვირა ზედიზედ წარმატება არ მქონია, რამდენი ხანია, ხან ერთი კვირა მოვიგებ, მერე რამდენიმე კვირა არაფერი არა, მერე კიდე თითოს მოვიგებ, ასე რომ ვერაფრის გარანტიას ვერ მოგცემთ და ყველაზე მთავარი კიდე, რასაც სულ ვამბობ და ეხლაც ვიტყვი, არის ის, რომ შეეცადეთ, რომ დიდი თანხა არ დაბეთოთ, ეს იქნება ჩემი რჩევა, მე ამ ბეტინგს ვაკეთებ გასართობად და არა რაღაც იმისთვის, რომ ფული ვიშოვო, უბრალოდ ვერთობი ამით, ჩემი ჰობი არის ეს და მეც ბეთავ იმდენს, რისი საშუალებაც მაქვს ის გააზრებული, რომ ძალიან დიდი შანსია, რომ არ წამოვიდეს ბილეთები და წავაგო ეს თანხა. ამიტომ თქვენ ზუსტად იგივეს გირჩევთ, პასუხისმგებლიანად მოეპყარით ბეტინგს და ძალიან არ შეყვეთ. თუ საერთოდ არ ბეთაობთ, საერთოდ თავი გაანებეთ, არც მიეკაროთ, მაგრამ თუ ბეთაობთ, კიდევ ერთხელ იბეთავეთ მხოლოდ მინიმალური თანხით. გადავიდეთ ახლა ამ კვირის ქარზე და დავიწყეთ მოკლედ და გეტყვით ყველა იმ ჯგუფს და იმ პოზიციას, რაც მგონია, რომ რეალურია. მარტო შევეხები იმ ჯგუფებს, რომლებიც მომწონს, დანარჩენებზე, სხვებზე არ ვილაპარაკებ. ანა მელისანო, დიონი ბარბოსას ჯგუფი, აქ მომწონს დიონი ბარბოსა ძალიან, მგონია, რომ აუცილებლად მოუგებს მელისანოს. უკეთესი მებრძოლია, უკეთესი სტრაიკერიც შეიძლება იყოს, თუ უკეთესი არ არის, არ ჩამოუვარდება და აი უპირატესობა ძალიან დიდი ბარბოსას რაც აქვს, ამ ჯგუფში ჩემი აზრით არის ჭიდაობა და თავისი გრეპლინგი. ძალიან მაღალი დონის მოჭიდავეა და ძალიან მაღალი დონის გრეპლერია ბარბოსა. ჩვენ მელისანო ნახეთ, წინა ჯგუფი წაგებული აქვს საბმიშენით. აქაც მგონია, რომ იგივენაირად წარიმართება ეს ჯგუფიც, ვფიქრობ ბარბოსა ჩაიყვანს და ძირს მოუხერხებს რამეს. ბარბოსას საბმიშენი მომწონს, ჩვეულებრივ მოგებას 1.14 აქვს, ძალიან დაბალი კოეფიციენტია, მაგრამ მომწონს დიონი ბარბოსას საბმიშენის პოზიცია 1.85 კოეფიციენტი აქვს. მეორე ჯგუფი იქნება აიდენ კორია, სტიუარტ ნიკოლის წინააღმდეგ. კორიას ძალიან დაბალი კოეფიციენტი აქვს, ყველაზე დიდი ფავორიტია 1.07 აქვს, ამის აღება არ იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ დააფინიშებს ნიკოლს და ამიტომ ვფიქრობ, რომ კორიას ფინიში ძალიან რეალურია, 1.56 აქვს კოეფიციენტი კორიას ფინიშს. ვფიქრობ, ეს კოეფიციენტიც არის ბილეთში შესაყვანი. შემდეგი ჯგუფი იქნება ჯან პოლ ლებოსნიანი სიქიონ KO-ს ჯგუფში, KO მომწონს ამ ჯგუფში, 1.56 აქვს, მაგრამ ესე უბრალო money line-ი არ მომწონს KO-სი, ამ ჯგუფში ავიღებდი KO-ს მესამე რაუნდით ან decision-ით გამარჯვებას, 2.15 აქვს ჩემთან კოეფიციენტი. ვფიქრობ, რომ ძალიან ასე თუ ისე თანაბარი ჯგუფი იქნება, ვენდობი უფრო KO-ს მძიმე ჭიდაობას, დგომში ვფიქრობ, რომ თანაბარი იქნება, ვფიქრობ, რომ დგომშიც ვნახავთ ამ ჯგუფს და მიწაზეც აუცილებლად. ლებოსნიანიც ჭიდაობს, მაგრამ მგონია, რომ KO ცოტა დაჩაგრავს მიწაზე, უფრო დიდი ხანი გააჩერებს, ქულებს მოიპოვებს და decision-ით დარჩება გამარჯვებული. შემდეგ ჯგუფი ტომი მაკმილენი, ალბორტო მონტესის ჯგუფი მომწონს. აქ ძალიან თანაბარი პოზიციები კი არა და ძალიან თანაბარი კოეფიციენტები ჰქონდა და ეხლა როგორ ჩანს, საკმაოდ გაფავორიტდა მაკმილენი 1.57 აქვს, მონტეს აეწია გუში 2.38 აქვს. ვფიქრობ, რომ ძალიან რეალურია მონტესის გამარჯვება ამ ჯგუფში. ვფიქრობ, რომ
ცოტა უფრო მეტი გზა აქვს ვიდრე მაკმილენს, ვფიქრობ რომ decision-ითაც შეუძლია მონტეს ამ ჭუბის მოგება, შეუძლია რაღაც პუნჩი KO-თითაც რომ მოიგოს, ძალიან კარგად ჭუბობდა დგომშიც ძალიან კაი დგომი ჰქონდა, რაც ვნახე მე ამ ბიჭის, მაკმილენი ძალიან ქაოსური მებრძოლია, ატარებს დარტყმებს, გაცვლებში შედის, მგოიანთანაც რაღაც მომენტში დანავითის კონტენდერების სერიაში როცა იჭუბა, მგოიანი სუფთა მოჭიდავია და გაცვლებში რო შეყვა რაღაც მომენტში მგოიანმაც დასვა ძირს, ვფიქრობ შეიძლება ამ კაცის გათიშვაც და აი რომც არ გათიშოს, მონტეს უყვარს, როცა დააზიანებს თავის მეტოქეს, მერე ზემოდან შეჯდომა და ჩოუქები აქვს, ფრონტ ჩოუქები აქვს, ულამაზესი, უმაღლესი დონის, ძალიან ჩვეულებრივად ხედავ, რომ ესეთ დაზიანებულ მაკმილენს შეაჯდეს ეგრევე, შეუკრას ხელები კისერზე და ან ანაკონდა, ან დარსი გაუკეთოს და გაგუდოს, თუ არა და აი ამ ზიანით პირველ ორ რაუნდს მოუგებს და შეიძლება decision-ით დარჩეს გამარჯვებული, ცოტა თუ გაიწელა ჭუბი, მერე მაკმილენი ცოტა უფრო აკრიფავს, იმიტომ რომ რაღაცნაირი დუხიანი მებრძოლია და აწვება ბოლომდე თან რო ხედავს რომ წარმატება აქვს, მერე უფრო мотивация ეძლევა, უფრო იხოდება და შეიძლება რომ ბოლო რაუნდებისკენ უფრო მოიხოდოს, შეიძლება მაკმილენისკენ გადაიხარნონ საჯები, ესეთი prediction-ი მექნება, მაგრამ მომწონს მოკლედ მონტესის underdog კოეფიციენტი 2.38 მშვენიერი კოეფიციენტია, ვფიქრობ შეიძლება მონტესის უბრალო გამარჯვების აღება, ასევე შეიძლება მონტესის submission-ის აღება, KO მაინც იმდენად რეალური არ მგონია, იმიტომ რომ როცა აზიანებს მეტოქეს, მერე submission-ზე მიდის და ესე სუფთად თუ არ გაითიშა მაკმილენი, ვფიქრობ რომ submission-ზე წავა მონტესი, კისერზე წავა რა, ძირს თუ უბრალოდ დასვა. ამიტომ submission-ი მგონია უფრო კაი პოზიცია და კაი პიკი 3.50 აქვს. ესე ფინის 2.52 აქვს, ძალიან ცუდი კოეფიციენტია, როგორც ჩანს თუ მოიგებს მონტესი ელოდებიან რომ ფინიშით მოიგებს, იმიტომ რომ 2.38 აქვს უბრალო გამარჯვებას, ფინის 2.52 აქვს, ეს ძალიან სისულელეა, decision-ს აქვს 6.50, ხო, მოკლედ ან submission-ი, ან უბრალო გამარჯვება მონტესის ამ ჭუბში. შემდეგი ჭუბი გვაქვს, რაც მომწონს, ხო, დაბატარიჩი, ფატიმა კლაინის წინააღმდეგ. ფატიმა კლაინი დიდი underdog-ია, ვფიქრობ უკეთესი მებრძოლია ვიდრე რიჩი უფრო გამოცდილია, მაგრამ ესე სკილებით მგონია რომ კლაინი უკეთესია. კლაინი ასე ვთქვათ, ნელ-ნელა მაღლა და მაღლა ადის ახლა და ვფიქრობ რომ გაცდება რიჩის უბრალო მოგებას, ვფიქრობ არ აქვს აზრი, იმიტომ რომ 1.17 ძალიან დაბალი კოეფიციენტია. მე რაც მომწონს ფატიმა კლაინისთვის ამ ჭუბში არის მისი მესამე რაუნდი ამ decision-ი 1.45 აქვს. დაბალია კოეფიციენტი მაინც, მაგრამ ვფიქრობ რომ ძალიან რეალურია და შეიძლება ბილეთს შეყვანა. ეხლა მივადექით შემდეგ ჭუბს და ეს არის ის ჭუბი, რაც გითხარით. რა კოეფიციენტიც მომწონს, მსგავსად როგორც წინა კვირას იყო კავანა როივალის ჭუბი, დაახლოებით მსგავსი ჭუბი არის ესეც კოეფიციენტების მხრივ, მაგრამ აქ მიჩ რამირეზი უფრო დიდი underdog-ია ვიდრე როივალი იყო, ხო, მიხვდებოდით მიჩ რამირეზი ჩეის უპერის ჭუბზე ვსაუბრობ, 1.21 აქვს ჩეის უპერს, 4.25 აქვს რამირეზს. აზია რო არ რატო აქვს ამ ხელა ესეთ ფავორიტი რატოა ჩეის უპერი 50-50-ია ეს ჭუბი. ვფიქრობ შეიძლება ჩაიყვანოს უპერმა ძირს და მოუნახოს რაღაცა რამირეზს და ვფიქრობ რომ რამირეზმა შეიძლება თავიდანვე გაარტყას რაღაცა დგომში ჩეის უპერს და დააფინიშოს თან ბოლო ჭუბი. ნოკაუტით აქვს წაგებული ჩეის უპერს პირველ რაუნდში. სტრაიკერია რამირეზი, ჩეის უპერი უფრო გრეპლერია, თან მოჭიდავეც არ არის. უბრალოდ გრეპლერია. რამენაირად უნდა მოახერხოს რომ ჩაიყვანოს ძირს, შეიძლება შეეცადოს ტეიქდაუნები, რაღაც მომენტში შეიძლება ჩაიყვანოს ძირს, მაგრამ ვფიქრობ რომ დაიცავს რაღაც მომენტში თავს რამირეზი ტეიქდაუნებისგან, შეიძლება დატოვოს ეს ჭუბი ფეხზე და ძალიან დიდი შანსია გაიმარჯვოს ნოკაუტით, თან ძირს თუ ჩაიყვანა უპერმა, იმის იმედის მაქვს რომ გადაურჩება რამირეზი ძირს, იმიტომ რომ განახა წინა ჭუბებში შეუძლია დაცვა, აქვს ამ კაცს submission defense-ი და შეიძლება გადაიტანოს უპერის submission attack-ები, წამოუდგეს ფეხზე და იქ მოუნახოს რამე, თუნდაც ვერ გათიშოს, decision-ითაც
შეიძლება აგროს ქულები და დარჩეს გამარჯვებული, ამიტომ მიჩ რამირეზის უბრალო მანილაინი 4-25. ესე უშუალოდ ბეთინგის მხრივ ვფიქრობ, რომ მიჩ რამირეზის პიკი და მიჩ რამირეზის აღება არის ძალიან სწორი. შემდეგი ჩხუბი კომეინიდან კრისტიან დანკანი, კრისტიან ლეროი დანკანი, ჯარედ კანონიერის წინააღმდეგ. ეს ჩხუბი არის და ამ ჩხუბის პოზიცია, რასაც ახლა გეტყვით, არის ყველაზე რეალური და ყველაზე მეტად ამას ვენდობი. ვფიქრობ, რომ წამოვა ეს. აქ ვფიქრობ, რომ კრისტიან დანკანი დარჩება გამარჯვებული ამ ჩხუბში, კანონიერი უკვე ძალიან ასაკშია. ნელ-ნელა ბოლო ჩხუბებში ვნახეთ, რომ თავის თავს იმდენად აღარ გავს. მეორე მხარეს დანკანი კიდე ეხლა იხოდება, ეხლა შედის ტოპ 15-ში. და ვფიქრობ, რომ კანონიერს დაამარცხებს 1/24 აქვს კოეფიციენტი, ესე უბრალო მოგება არ მომწონს, მაგრამ რაც მომწონს, აქაც მსგავსად წინა ჩხუბებისა, დანკანის მესამე რაუნდიან დესიჟენი. ამას აქვს კოეფიციენტი 2/02, ჩემთან ეხლა ძალიან კაი კოეფიციენტია. თქვი, რომ კანონიერი აღარ გავს თავის თავს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც ძალიან გამძლეა. კანონიერი თავის კარიერაში ძალიან ბევრჯერ აქვს ნაჩვენები, რომ იტანს დარტყმებს, ნოკდაუნებს იტანს და მერე ცდილობს ხოლმე დაბრუნებას და აქაც ვფიქრობ, რომ აიტანს დანკანის ბიტდაუნს და დანკანი დარჩება გამარჯვებული დესიჟენით, ან მესამე რაუნდში ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება დაფინიშდეს კანონიერი თან. ბოლო ამ წლებში ერთი წაგება აქვს ფინიშით მარტო და ისიც იმავლებთან მეოთხე რაუნდში, ამიტომ შეიძლება ბოლოსკენ ანუ მესამე რაუნდში დააფინიშოს დანკანმა ან დესიჟენით მოიგოს. საბოლოოდ ვფიქრობ, რომ ესე გამარჯვებული დანკანი აუცილებლად დარჩება და ეს პოზიცია მოკლედ მომწონს მესამე რაუნდი ან დესიჟენი. და ბოლო ჩხუბი დრიკუს დუპლესი კამარუ უსმანის წინააღმდეგ, ეს 5 რაუნდიანი ჩხუბია, ფავორიტია დუპლესი 1/37 აქვს, უსმანს 3/02 აქვს, უსმანის პიკი მომწონს, ვფიქრობ შეიძლება ესე უბრალო აღება უსმანის კი არა და დუპლესის და განსაკუთრებულად რაც მომწონს არის აქაც მსგავსად დუპლესის მეხუთე რაუნდი ან დესიჟენი 2/55 კუშით. აქაც ვფიქრობ, რომ გაიწელება ჩხუბი. უსმანის გამძლეობა ყველამ კარგად ვიცით, დაფინიშებული არის ამ ბოლო დროს, ბოლო წლებს რო ჩავხედოთ მართო ედვარდსთან მეხუთე რაუნდში ბოლოს ერთი წუთი როცა იყო დარჩენილი, ეგ სხვა ამბავია, ძალიან ფლეშ ნოკაუთი იყო, სულ სხვა ამბავი იყო და მაგის შემდეგ დაფინიშებული და მანამდეც ერთხელ აქვს მარტო ფინიშით წაგება საბმიშენით, ძალიან ადრე 2013 წელს მანამდე მაგის მერე ყოფილა ვენდობი მოკლედ აქ უსმანის გამძლეობას, ვფიქრობ 5 რაუნდი გაიმართება ეს ჩხუბი, არც იმასაც ნაღდა არ ვფიქრობ, რომ უსმანი დუპლესის დაამარცხებს და ვფიქრობ, რომ დუპლესი დარჩება გამარჯვებული ამ ჩხუბში დესიჟენით, ამიტომ თუ იმეს არ მოგწონთ, ესე დუპლესის გამარჯვება ძალიან რეალურია, ასევე უბრალოდ დესიჟენით რომ მორჩება ეს ჩხუბი 1/97 აქვს, ძალიან დიდი განსხვავება არ არის კოეფიციენტებში და თუ თქვათ ვფიქრობთ, რომ შეიძლება და აქვს უსმანს რაღაცა შანსები, თავი რომ დაიზღვიოთ, შეგიძლიათ აიღოთ უბრალო გამარჯვება, უბრალო დესიჟენით გამარჯვება. ხო, მოკლედ სულ ეს იყო, თქვი ყველა ის პოზიცია, რაც მომწონს ამ ქარდზე. წარმატებებს გისურვებთ ყველას. იმედია ეს ქარდიც ბეთინგის მხრივ იქნება წარმატებული, ისეთი როგორიც წინა ქარდი იყო. როგორც ხედავთ, მოკლედ განსხვავდება ჩვეულებრივი პროგნოზები და ბეთინგ პროგნოზები ერთმანეთისგან. აი მაგალითად წინა კვირას 7-6-ზე წამოვიდა პროგნოზები, არ არის საერთოდ კარგი სტატისტიკა პიკების მხრივ, მაგრამ როგორც ხედავთ, ბეთინგში რაც მომწონდა, თითქმის ყველაფერი წამოვიდა ბეთინგის მხრივ, ასე რომ ბეთინგის მხრივ რაც ვილაპარაკე, ესენი რეალურები მგონია. შეგიძლიათ ახლა ჩემი ლაპარაკიდან გამომდინარე ააწყოთ ბილეთები. გითხარით რომ მეც მაქვს ბილეთები და იმ ბილეთებში ზუსტად ისინი ის პოზიციები მაქვს შეყვანილი, აქ ახლა რა ჩხუბებზეც ვილაპარაკე და მაინც ესე უშუალოდ გაინტერესებთ ჩემი ბილეთი და ჩემი ბილეთის გადაწერა გინდათ. შეგიძლიათ დამიდონატოთ, დონაციის ლინკი არის აღწერაში, მიუთითოთ თქვენი მეილი და ჩაგიგდებთ ჩემ ბილეთებს. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, არხი გამოიწერეთ, დამილაიქეთ ვიდეო და დამიწერეთ კომენტარები, რას ფიქრობთ ჩემ პოზიციებზე და მითხარით თქვენ ასევე რა მოგწონთ. შევხვდებით შემდეგ კვირას შემდეგ ვიდეოში.
Peace out.